გამარჯობათ და მადლობა რომ კიდევ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა რათა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემებზე. წინა გადაცემა იყო ძალიან გამაბედნიერებელი ჩემთვის და მან ჰპოვა ძალიან დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. მრავალი ადამიანი გააბედნიერა და ისინი წერდნენ რომ მოუთმენლად ელიან მომდევნო გადაცემას და როგორც უკვე დაკვირდით წინა გადაცემაში დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ინტელექტუალზე თეოსოფიის უბრწყინვალეს წარმომადგენელზე, ადამიანზე, რომელსაც ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდა საქართველოსთან, გიორგი გურჯიევზე. გურჯიევი თავად ცნება ნიშნავს ქართველს, როგორც მოგეხსენებათ. გიორგი გურჯიევი რომ იქნას გააზრებული, რადგანაც ის წარმოადგენდა თეოსოფიას, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ცნება თეოსოფიაზე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში გამოიყენა პირველად დიდმა ნეოპლატონიკოსმა ამონ საკასმა და ის მიიჩნევდა, რომ რამდენიმე რელიგიისა და მოძღვრების შერწყმის შედეგად უნდა შეიქმნას ახალი რელიგია, რომელიც ადამიანებს აპოვნინებს ღმერთს, ანუ ერთი რელიგია. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ეს ვერ მოხერხდა, რადგან დღეს 21 საუკუნეა და ყველას თავისი ღმერთი ყავს. გიორგი გურჯიევს ჰქონდა ურთიერთობა, მჭიდრო ურთიერთობა მრავალ ქალაქთან, მაგრამ ყველაზე მჭიდრო სამ ქალაქთან, რუსეთის ალექსანდროპოლთან, სადაც ის დაიბადა, ყარსთან და თბილისთან, სადაც მე-20 საუკუნის 19-იან წლებში დააფუძნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ფილოსოფიური და თეოსოფიური ინსტიტუტი კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი. ასევე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთ დიდ მწერლებსა და პოეტებს, როგორებიც იყვნენ ვაჟა ფშაველა, პავლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე ჰქონდათ ახლო ურთიერთობები გიორგი გურჯიევთან. არის ვარაუდი, რომ ნაცისტების ერთ-ერთი საიდუმლო ორგანიზაცია სახელწოდებით თულე, სწორედ რომ ადოლფ ჰიტლერისადმი და ნაცისტებისადმი გიორგი გურჯიევის რჩევა დარიგებების მიცემით შეიქმნა. ასევე როგორც სტალინის პროლეტარიატის ბელადის შვილიშვილი ალექსანდრე ბურდონსკი გვასწვის ცნობებს, სტალინი ესწრებოდა გურჯიევის ლექციებს აი სწორედ იმ ინსტიტუტში, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, ანუ ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტში და ის იყო მისი მოწაფე მარტივად რომ ვთქვათ. ხო, რაც შეეხება გურჯიევის მოძღვრებასა და ფილოსოფიას, მე მასზე ძალიან ბევრი ვიკითხე, მაგრამ ერთმა წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა. წიგნმა სახელწოდებით ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხარ. ეს წიგნი გამოიცა საქართველოში, რუსულიდან ქართულად თარგმნა და შესანიშნავი თარგმანი გააკეთა გიორგი ბერაძემ და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა აქტის მიერ. ამიტომ გირჩევთ, რომ აუცილებლად წაიკითხოთ. როგორ იწყებს გიორგი გურჯიევი, რომელსაც თავისი მოწაფეები რას არ ეძახდნენ, ზოგი ეძახდა თეთრ ეშმაკს, ზოგი კაცობრიული კულტურის განმანახლებელს და ზოგიც კიდევ დიდ მოგს. როგორ იწყებს ამ წიგნს? ის ამბობს, რომ ჩემში ჯერ კიდევ არ არის ატროფირებული უნარი ვიტანჯო, ანუ გურჯიევისთვის შეუძლებელია ბედნიერების მიღწევა ტანჯვის გარეშე. გიორგი გურჯიევი თვლიდა, რომ ადამიანი იბადება არასრულყოფილ არსებად და ის თვლემის მდგომარეობაშია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მას დაკარგული აქვს იდენტობა და ის არის გარემოს მიერ შექმნილი სტერეოტიპების მსხვერპლი და იმისთვის რომ მან გამოიღვიძოს, აუცილებელია პირველ რიგში სხეულის ვარჯიშები, რასაც გურჯიევი უწოდებდა სხეულის რიტმულ მოძრაობებს, ამის შემდეგ ემოციების კონტროლი და ბოლოს აზროვნება, რაც გურჯიევში მოისაზრება როგორც გაცნობიერება, სხვა ვიცი და სხვა ვაცნობიერებ, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ზეპირად ვიცოდეთ გალაქტიონის ლურჯაცხენები, მაგრამ იმისთვის რომ ეს ლექსი გავაცნობიეროთ, აუცილებელია ავამუშავოთ მძაფრად ჩვენი წარმოსახვა და წარმოვისახოთ თუ რას განიცდიდა გალაქტიონ ტაბიძე, როდესაც ამ შედევრს წერდა. ანუ ცოდნასა და გაცნობიერებას შორის ძალიან დიდი სხვაობა და ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს გიორგი გურჯიევი. მოდით დავიწყოთ თავიდან, ანუ სხეულის სიჯანსაღე და ფიზიკური ვარჯიშები, რომელიც გურჯიევში
ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც მინდა გითხრათ, რომ გიორგი გურჯიევი ვერ გასცდა დიდ რომაელ პოეტს, რომელიც გურჯიევამდე 1900 წლით ადრე მოღვაწეობდა იუვენალის, რომელმაც დაგვიბარა და დაგვიტოვა ფრინავი ფრაზა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო და ბევრი რომ არ ვიფილოსოფოსოთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ლაღად და ხალასად გრძნობს ადამიანი თავს, როდესაც ფიზიკურად დაიტვირთება და როგორ ტკბილად ძინავს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. რაც შეეხება ემოციების მართვას, რომელიც გურჯიევში არის საკვანძო, აქ გურჯიევი მართლაც ორიგინალურია და როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ის 30-იანი წლების შემდეგ ცხოვრობდა პარიზში და ის ყვება ასეთ ეპიზოდს ამ წიგნში, რომელზეც უკვე გითხარით, წიგნში სახელწოდებით ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ვარ, რომ ამ თავის სახში გამოვიდა ეზოში და დაინახა თუ როგორ ებაასებოდა მისი ღრმად მოხუცებული ლამის მომაკვდავი დედა მის კუზიან ცოლს, გურჯიევის ცოლს, ხერხემლის პრობლემები ჰქონდა და გურჯიევი ამბობს, რომ ეს იყო მის ხრებაში სულიერი დაცარიელების პერიოდი, როცა ვეღარ წერდა და დაინახა რა ეს სცენა, მისი სულის სიბრალულით აივსო, ვეღარ დაიტია საკუთარ თავში ეს სიბრალული და დაიწყო წერა. აი, ასეთი გავლენები შეიძლება ჰქონდეს გარემო მოვლენებს ადამიანის ემოციებზე და ბოლოს აზროვნება, უკვე გითხარით, რაც ნიშნავს აზროვნება გურჯიევში, ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი არის თვლემარე მდგომარეობაში, პირველ რიგში ამის გაცნობიერება და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გამოიღვიძოს. ასევე მინდა შევეხო ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პასაჟს, რომელზეც საუბრობს გურჯიევი ამავე წიგნში და ის ამბობს, რომ ჩვენი ცნობიერის იდეალების განხორციელებისთვის ჩვენში არსებობს დაგროვილი ენერგია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ამ ჩვენი საყვარელი საქმიანობისთვის, მაგრამ ზოგჯერ ეს ენერგია იცლება და ჩვენ ვეღარ ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს. აი, სწორედ ამ დროს შეიძლება გაგვიტაცოს ისეთმა ფუჭმა ვნებებმა, მიწიერმა ვნებებმა, როგორებიცაა მაგალითად ნაყროვანება, შურისგება, როგორიცაა ამპარტავნება, მედიდურობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გიორგი გურჯიევი გვეუბნება, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი საყვარელი საქმისთვის განკუთვნილი ენერგია დაგვეცლება, უნდა შევეცადოთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გაგვიტაცოს ასეთმა ფუჭმა ვნებებმა, უნდა დავისვენოთ ჩვენში, უნდა აღვადგინოთ დანახარჯი, დაკარგული ენერგია და კვლავ დაუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას. ხო, კიდევ არის ერთი ასეთი გადმოცემა, როდესაც 1959 წელს გარდაიცვალა გიორგი გურჯიევი და ამის შესახებ შეიტყო სტალინმა, მან ჩაილაპარაკა, ახლა კი დადგა დრო, როდესაც მეც დავიძინებ შვიდათო და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი კვლევის შედეგად აღმოვაჩინე, გიორგი გურჯიევის გავლენები მართლაც დიდია იოსებ სტალინზე და თუ წაიკითხავთ თქვენ იოსებ სტალინის ბოლო ლექსს, რომელიც ასევე 1959 წელს დაწერა და არის ინტერნეტში, შეგიძლიათ მოიძიოთ და მას ქვია მორჩილი, ნახავთ რომ მასში დიდია გიორგი გურჯიევის გავლენები. კერძოდ, გიორგი გურჯიევი ამბობდა, რომ ჩვენ ნამდვილად შევიქმნით, როგორც ამას ბიბლია იუწყება ღმერთის სახე და ხატად და რაც ეპატიება ღმერთს, გვეპატიება ჩვენს და რაც კეთილად უბრუნდება ღმერთს, ჩვენს კეთილად გვიბრუნდება და იოსებ სტალინიც ამ ლექსში სწორედ ამას იძახის, უბრალოდ უფრო პოეტიკურად და ამბობს, რომ ღმერთო, მე რომ ამდენი ადამიანი დავხოცე, ეს არ ყოფილა ჩემი ნება, ეს შენი ნება იყო, ხორცშესხმული და განხორციელებული ჩემში. აი, ასეთი საინტერესო ფიგურა გახდათ გიორგი გურჯიევი და რადგანაც მან ჩამოაყალიბა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც აუცილებელია გადარჩენისთვის სხეულის სიმტკიცე, ემოციების მართვა და აზროვნება, მინდა გითხრათ, რომ მაინც ვერ გაცდა დიდ შოთა რუსთაველს, რომელმაც გურჯიევამდე 900 წლით ადრე დაგვიბარა და გვითხრა, რომ გული, გონება და გრძნობა ერთმანეთზე დაჰკიდიან, რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიანო. მადლობა ყურადღებისთვის და მომდევნო თვის ბოლო პარასკევს 10 საათზე ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ ბრიტანულ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს და არა მარტო ბრიტანულ ისტორიაში, არამედ მსოფლიო აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენაზე, ნეორეალიზმისა და ნეოპოზიტივიზმის დამფუძნებელზე, ნობელის პრემიის ლაურეატზე დიდ ბერტრან რასელზე. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.